გამარჯობა. დღეს გესაუბრებით უმნიშვნელოვანეს სადიაგნოსტიკო პროცედურაზე, დენსიტომეტრიაზე, რომელიც ჩვენთან EVEX-ში, სულხან ცინცაძის 24-შია ხელმისაწვდომი. დენსიტომეტრია ეს არის ოსტეოპოროზის დიაგნოსტირების ოქროს სტანდარტად აღიარებული კვლევა, რომლის საშუალებითაც ვიკვლევთ ძვლის მინერალურ სიმკვრივეს. პაციენტებმა უნდა მიმართონ ექიმს დენსიტომეტრიის ჩასატარებლად შემდეგ შემთხვევებში. თუ გაწუხებთ ძვლის ტკივილი, სიმაღლეში კლება, აღინიშნება ხშირი მოტეხილობები. იღებთ ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც აპროვოცირებენ ძვლის სიმკვრივის დაქვეითებას. ან გაქვთ ისეთი ქრონიკული დაავადებები, რომლებიც იწვევს ძვლის მეტაბოლურ დაავადებებს, ასევე მენოპაუზის შემდგომ პერიოდში. ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითებას იწვევს რიგი ფაქტორები. პირველი ეს არის ასაკი. ასაკის მატებასთან ერთად მცირდება ძვლის მასა, გენეტიკური ფაქტორები, ჰორმონალური დარღვევები, არაჯანსაღი ცხოვრების წესი და არასწორი კვება, კალციუმისა და D ვიტამინის დეფიციტი. ასევე რიგი ენდოკრინოლოგიური და რევმატოიდული დაავადებები. დაავადებები, რომლებსაც იწვევს ძვლის მინერალური სიმკვრივის დაქვეითება, ეს არის ოსტეოპენია და ოსტეოპოროზი. ამ კვლევის საშუალებით შესაძლებლობა გვეძლევა ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ მოტეხილობების რისკი, დავიწყოთ პრევენციული ღონისძიებები და შესაბამისი მკურნალობა, რათა თავიდან ავიცილოთ მოტეხილობა. რეკომენდაციების თანახმად დენსიტომეტრიული კვლევა უნდა ჩაუტარდეს მენოპაუზის და პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფ ყველა ქალს, 65 და მეტი ასაკის ყველა ქალბატონს. მამაკაცებს 70 და მეტი ასაკის რისკ ფაქტორების არსებობის ან არარსებობის შემთხვევაში, ან 50 წელს ზემოთ ყველა მამაკაც, რომელსაც აღინიშნება მოტეხილობების მაღალი რისკი. ჩვენს კლინიკაში განთავსებული დენსიტომეტრი არის უახლესი თაობის ოქროს სტანდარტად აღიარებული ფრანგული წარმოების აპარატი, რომელიც გამოირჩევა შემდეგი უპირატესობებით. ეს არის სიზუსტე, უსაფრთხოება, რადგან რადიაციის დონე უკიდურესად დაბალია, ყისიერი შედეგები, მრავალმხრივი გამოკვლევა, აპარატი იკვლევს მთლიან სხეულს, მენჯბარძაყის აღსარს, ხერხემლის მალებს, სხივის წვლებს და ასე შემდეგ და ასევე დინამიკაში დაკვირვება, აპარატი ინახავს წინაკვლევის შედეგებს და გვაქვს შესაძლებლობა შევადაროთ ახალს. დენსიტომეტრიული კვლევა არის სწრაფი, უმტკივნეულო, მარტივი და არ საჭიროებს სპეციალურ მომზადებას. ნუ დაელოდები სერიოზულ გართულებებს, ჩაიტარეთ დენსიტომეტრია დროულად. თავს მოუარე.